ოკუპაციის ქვეშ მყოფი ქვეყნისათვის საერთაშორისო დახმარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. მეორე მსოფლიო ომით გათანგულმა მსოფლიომ შექმნა ორგანიზაცია, რომელიც 1992 წლიდან საქართველოს მოვაწევს. ჩვენი დღევანდელი ყოფა ნაკლებად მოგვიწოდებს ყოფილებისაკენ, მაგრამ ვფიქრობ იმაში, რომ რუქაზე ჯერ კიდევ არსებობს გაეროს გარკვეული წვირის და ამ შეტანა. რუსი ოკუპანტების მიერ საკუთარი სოფლიდან განდევნილი სოფო ხელმეორედ დევნილი მას შემდეგ გახდა, რაც მისმა ოჯახმა გოგონას ფეხმძიმობის ამბავი შეიტყო. ქორწინებაში არის და შვილი მყავს და ამის გამო ძმებმა უარი თქვეს ჩემზე და ჩემ შვილზე დათვრას ერთხელ და მოვიდა. და მე უკვე ვეღწინით ვიყავი და აი მაშინ ჩაკეტა კარები და მაშინ ცემა. მომკლავდა რა, ესეთი სიტუაცია იყო. მე გამოვიქიც. ძმების მსგავსად ფეხმძიმე გოგონაზე უარი თქვა ბავშვის ბიოლოგიურმა მამამაც სოფო, მაშინ მხოლოდ 18 წლის იყო. მაინც ფიქრობ, რომ ჩემი ცხოვრებაა და პირიქით უნდა დამდგომოდნენ გვერდში და არ უნდა გავერიდო. ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევაში სოფოს რამდენიმე კეთილი ადამიანი და ქალთა საკონსულტაციო ცენტრის სახლი დაეხმარა. სწორედ ეს არასამთავრობო ორგანიზაცია იყო პირველი, რომელმაც საქართველოში ოჯახური ძალადობის თემაზე ხმამაღლა და ღიად საუბარი დაიწყო. ეს განპირობებული იყო ჩვენი იმ გამოცდილებით, იმ ფსიქოლოგიური კონსულტირებების შედეგებით, სადაც ყველგან ვაწყდებოდით ამ ფენომენს. ამის შემდეგ აი ამ თემას შემოერთდა გაეროც. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მეშვეობით ოჯახური ძალადობის მსხვერპლ დევნილ ქალთათვის საქართველოში პირველი თავშესაფარი სახლები თბილისში, გორსა და ბათუმში შეიქმნა. ოჯახში ძალადობის პრევენციისა და დაძლევის კუთხით საქმიანობა კიდევ უფრო მასშტაბური გაეროს ქალთა ორგანიზაციამ გახადა. საქართველოს სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობით ისინი ქვეყანაში არსებული ოჯახური ძალადობის სავალალო სტატისტიკის გამოსწორებას, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების და ზოგადი პოლიტიკის გადასინჯვის ცდილობენ. საქართველოს ყოველ მეოთხე ოჯახში ქალი ძალადობის მსხვერპლია. გაეროს ჩართულობა ძალიან დროული იყო, ძალიან სასარგებლო, მაგრამ მე ჩემს მხრიდან მინდა ვთქვა, რომ ძალიან სამწუხაროა, რომ ამაზე ცდილობენ, ამას აკეთებენ სხვა ქვეყნის წარმომადგენლები. ანუ ჩვენი პირადი მოქალაქეობრივი სურვილის შედეგად თითქმის არ ხდება. ეს არის ძალიან სამწუხარო. ჩვენს ქვეყანაში არსებული სირთულეების დაძლევაში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია უკვე 20 წელია აქტიურად მონაწილეობს. 1992 წლის ივლისში საქართველომ ის ღირებულებები და პრინციპები აღიარა, რომელიც გაეროს წევრ სახელმწიფოებს აერთიანებდათ და მატრიქს 179 ქვეყნად შეუერთდა. 1993 წლის დასაწყისში თბილისში გაეროს წარმომადგენლობა გაიხსნა. პირველად საქართველოში აფხაზეთის ომის დროს ქვეყანაში არსებულ სირთულეებთან საბრძოლველად ჩამოვედით. მას შემდეგ აქ მიმდინარე ცვლილებებთან ერთად მუდმივად იცვლებოდა ჩვენი საქმიანობაც. საგანგებო სიტუაციიდან გამოსვლისთანავე საქართველომ დამოუკიდებელ ქვეყნად ჩამოყალიბება დაიწყო. ამ პროცესში ჩვენ გვერდში ვედექით და ვეხმარებოდით ქვეყნის მთავრობას. ჩვენი მიზანია საქართველოს მთავრობა იყოს უფრო პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული და ეფექტური, რათა მათი საქმიანობის შედეგები დადებითად აისახოს ქვეყნის მოსახლეობაზე. დემოკრატიული განვითარება, სიღარიბის დაძლევა და კატასტროფის რისკის შემცირება ეს ის პრიორიტეტული მიმართულებებია, რომელიც გაეროს 2011-2015 წლის გეგმაში შედის. ეს არის ძალიან დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახებისათვის და რუარა UNICEF-ის დახმარება პრინციპში პროგრამა ვერ დაიწყებდა ფუნქციონირებას. არასამთავრობო ორგანიზაცია პირველი ნაბიჯი საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის 1998 წელს შეიქმნა. ორგანიზაციაში ამჟამად დღის ცენტრის, შინ მომსახურებისა და ადრეული ჩარევის პროგრამები ხორციელდება. ნინო მუსელიანიც სწორედ ამ უკანასკნელ პროექტზე საუბრობდა, რომელმაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების რეაბილიტაციის პროცესისადმი ჩვენს ქვეყანაში გაბატონებული სტერეოტიპული მიდგომები შეცვალა.
როცა ოჯახს უჩნდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი, ის სასოწარკვეთილია ან მალავს ამბავს, ან დეპრესიაში, ან პირველი რასაც აკეთებს მიდის ექიმთან და უტარებს ძალიან მრავალ გამოკვლევას და ძალიან დიდ მედიკამენტოზურ ჩარევას. ნაკლებ ეფექტიანი მედიკამენტოზური მკურნალობის ნაცვლად ადრეული ჩარევის პროგრამა ბავშვის განვითარებაზე და მის ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციაზეა ორიენტირებული. ადრეულ ჩარევაზე, განვითარებაზე მუშაობა გვაძლევს ძალიან დიდ შედეგებს მომავალში და შესაძლოა ის სრულყოფილი ადამიანი იყოს და აბსოლუტურად დამოუკიდებლად გააგრძელოს ფუნქციონირება. პირველი ნაბიჯი საქართველოს წარმატებულ ფუნქციონირებაში გაეროს ჩართულობა მხოლოდ ადრეული ჩარევის პროგრამის დანერგვითა და სპეციალისტების გადამზადებით არ შემოფარგლულა. მათი ფინანსური მხარდაჭერით გარემონტდა და სათანადოდ აღიჭურვა დღის ცენტრის ის ორი კორპუსიც, რომლებშიც სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვების სარეაბილიტაციო კურსს უფასოდ გადიან. ანალოგიურ სამუშაოებს გაერო არა მხოლოდ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა დაწესებულებებში ახორციელებს. ფოთის ბაგაბაღის რემონტითა და აღჭურვით ეს ორგანიზაცია მას შემდეგ დაკავდა, რაც საპორტო ქალაქში აფხაზეთიდან დევნილთა კომპაქტური დასახლება აშენდა და ადგილობრივ ბავშვებთან ერთად ბაღის კარი დევნილთა შვილებისთვისაც გაიღო. ისე სუფთად კოხტად დამყავს ბავშვი, როგორიც მიმყავს სუფთად დილად, ისე მომყავს საღამოსაც აქით. მიკვირს კაცო ბავშვი არ იძლევა, ან არ თამაშობს, ან არ ისვრება. აფხაზეთიდან დევნილი ლია ჯიჯავა მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ფოთში წყალტუბოს დევნილთა დასახლებიდან გადმოვიდა. მისი ოჯახი სოციალურად დაუცველთა სიაშია და თვიური შემოსავალი 102 ლარი აქვს. ზღვარს მიღმა ხომ ეძლევა 102 ლარი და 5 თვიანი სესხები შეიძლებოდა. აი ძალიან რომ მიჭირდა და ვალები მქონდა და მახრჩობდნენ, მე ვალები გარეთ ვერ გავდიოდი. 5 თვის სესხი ავიღე, 400 რაღაცა ლარი მოუწია, დავარიგე ვალები და ახლა თვიდან თვენდა ძლივსა ვარ. ამ მდგომარეობიდან გამოსვლის პერსპექტივა ლია ჯიჯავას იმ პროფესიული გადამზადების კურსებმა გაუჩინა, რომელიც ფოთში არსებული კოლეჯის ბაზაზე გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში 2011 წლიდან ხორციელდება. სხვა დევნილ გოგონებთან ერთად ლია ჭრა კერვის კურსებს უფასოდ ეუფლება და მალე დასაქმდება კიდეც. ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად პროფესიული გადამზადების დასაქმებისა თუ მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამები გაეროს ეგიდით არა მხოლოდ ქართველებისთვის ხორციელდება. ეს საერთაშორისო ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს პანკისის ხეობაში კომპაქტურად ჩასახლებულ ჩეჩნეთიდან დევნილ მოსახლეობასთანაც. გასულ კვირას დუიში დევნილთა საერთაშორისო დღე სახალხო ზეიმით აღინიშნა. ღონისძიებაში ადგილობრივ მოსახლეობასთან და ჩეჩენ ბენეფიციარებთან ერთად გაეროს მისიის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.